თბილისიდან იძულებით და უფლებების დარღვევით გაძევებული ჟურნალისტი აფგან სადიკოვი კი ახლა ბაქოში ელის, რა საქმეს შეუკერავენ და როგორ დასჯის რეჟიმი. ინფორმაციას მისი ინტერესების დამცველები ავრცელებენ. ცოტა ხანში უნდა გაირკვეს, რა მიზანი აქვს მასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ეს მაშინ მოხდება, როცა აფგან სადიკოვი ევროპაში საკუთარ ოჯახთან გაერთიანებას მოინდომებს. ადვოკატები ასევე განმარტავენ, რა ინტერესი ჰქონდა ოცნების ხელისუფლებას, რომელმაც იძულებითა და უფლებების იგნორირებით გააძევა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული რუსთაველის პროტესტში. ოფიციალურად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა დასდეს ბრალად და დაჩქარებულად ღამის საათებში ჩაუნიშნეს სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც ასევე დაუყოვნებლივ აღასრულეს ეს გადაწყვეტილება და გააძევეს ქვეყნიდან. ნინი ბალანჩივაძე ესაუბრა აფგან სადიკოვის ადვოკატებს. ის გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინი, რა პროცედურები მიმდინარეობს ახლა და რა არის მოლოდინი? დიახსაფო, ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ჩვენ აფგან სადიკოვის ადვოკატს, რომელსაც უკვე ცხადია ჟურნალისტთან ჰქონდა კომუნიკაცია და მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის დაკავებასთან დაკავშირებით, პროცესთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე საქართველოსთან გაძევებასთან დაკავშირებით. ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ძალიან მძიმე არის ჟურნალისტისთვის გახსენება იმ პროცესებისა, თუ როგორ წარიმართა კვირას გამთენიისას მოვლენები, როდესაც ის სახლში დააკავეს. მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, თუმცა ეს იყო ფსიქოლოგიური ძალადობა. ამის შემდგომ ის გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და შემდგომ უკვე სახმელეთო გზით დაატოვებინეს საქართველოს საზღვარი და გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლებს და იქ ასევე იმყოფებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა აზერბაიჯანში გაძევებული, საქართველოდან გაძევებული კრიტიკული ჟურნალისტი. მასთან კითხვები ძირითადად ჰქონდათ მის Facebook პოსტებთან დაკავშირებით და მის პოზიციებთან დაკავშირებით, როგორც ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ და ამის შემდგომ უკვე დადასტურებული არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბაქოში იმყოფება ნათესავებთან ერთად. ადვოკატები ამბობენ იმას, რომ საერთოდ გვერდი აუარა ქართულმა ოცნებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაბამისად მათი მხრიდან იქნება ქმედითი ნაბიჯები გადადგმული და ისინი სამართლებრივ გზებს გამოიყენებენ სწორედ იმის დასადგენად, რომ ამ ყველაფრით დაირღვა სწორედ აფგან სადიკოვის უფლებები, რაც შეეხება რა პოზიცია აქვს თავად დაკავებულ ჟურნალისტს. ის ღიად ამბობს, რომ ის დევნის სამიზნე, მათ შორის აზერბაიჯანში წლების განმავლობაში იყო მისი კრიტიკული პოზიციებიდან გამომდინარე, შესაბამისად აქვს მოლოდინი იმისა, რომ სავარაუდოდ მომდევნო დღეებში მის წინააღმდეგ რაიმე საქმეს გამოიგონებს რეჟიმი, ვინაიდან მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა 1 აპრილს გახდა ცნობილი, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ შეწყდა. ადვოკატები ამბობენ იმას, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ აქვს, მას დატოვებს თუ არა ქვეყანას, წავა თუ არა მაგალითად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ოჯახს ჩაიყვანს თუ არა აზერბაიჯანში, მაგრამ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ადვოკატებს აქვს სწორედ მოლოდინი, რომ ის დატოვებს ქვეყანას და დღეს უკვე აფგან სადიკოვი ასევე მათივე ინფორმაციით მიმართავს აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს საზღვარგარეთის პასპორტის მოთხოვნით. შაბათს ღამით 11:12 საათისთვის მასთან 10-მდე პოლიციელი მივიდა. აზერბაიჯანულ ენაზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ის ვერ დარჩებოდა ქვეყანაში, რადგან საფრთხეს წარმოადგენდა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საქართველოში მის წინააღმდეგ ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ უხეშად ექცეოდნენ და იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა. აზერბაიჯანში მას მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები გაესაუბრნენ, უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. აფგან სადიკოვი დღეს საზღვარგარეთის პასპორტის მოთხოვნით აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებს მიმართავს. ამ ეტაპზე მას ქვეყნის დატოვების აკრძალვა არ აქვს. ჯერჯერობით მასზე არანაირი ზეწოლა არ არის. საქართველოსა და აზერბაიჯანულ მხარეს შორის დიდი ალბათობით იყო შეთანხმება აფგან სადიკოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რასაც წინ უძღოდა აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გვერდი აუარა. შესაძლოა აფგან სადიკოვმა მოინდომოს, რომ მისი ოჯახი ჩავიდეს აზერბაიჯანში. ან შეიძლება ის სხვა ქვეყანაში თავად წავიდეს. თუმცა კარგად იცის ისიც, რომ აზერბაიჯანში დარჩენის შემთხვევაში საფრთხე ყოველთვის არსებობს და ჩემი აზრით ის ქვეყანას დატოვებს.
ავგან სადიკოვი საქართველოში 2024 წელსაც დააკავეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს მას ამის შემდგომ ის აქტიური მონაწილე იყო პროევროპული აქციებისა იდგა რუსთაველის გამზირზე და გამოთქვამდა საკუთარ პოზიციებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ის ასევე დაკავებული იყო გზის გადაკეტვის გამო ორჯერ ადმინისტრაციული პატიმრობით და მის წინააღმდეგ არის 62 ადმინისტრაციული სამართალ დარღვევა იურისტები განმარტავენ იმას რომ მაშინ როდესაც არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც არაძლევდა უფლებას ქართულ ოცნებას რომ აზერბაიჯანისთვის გადაეცა ავგან სადიკოვი ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირ საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად მათ ექნებათ ამ მიმართულებით ისინი გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს დღეს ჩვენ კითხვები დაუსვით ქართული ოცნების წარმომადგენლებს იყო თუ არა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ავგან სადიკოვის ქვეყნიდან გაძევებასთან დაკავშირებით ეს ეჭვები თავად ავგან სადიკოვის ადვოკატებს აქვთ და ღიად საუბრობენ ამასთან დაკავშირებით ოცნებაში ამბობენ რომ ამგვარი შეთანხმება არ ყოფილა რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს იმ შემთხვევაში თუ მათი მხრიდან იქნება ინტერესი ისინი შესაბამის პასუხებს გასცემენ მას განსაკუთრებულად მძიმე დაახსოვთ დაკავების ეპიზოდი, როცა მოულოდნელად მისახთან ხო 10-მდე ადამიანი მივიდა, უბრახუნებდნენ, შემდგომში კარების შეტახვით ემუქრებოდნენ და საბოლოოდ როცა მან კარი გაუღო, რაც შევარდნენ და საკმაოდ აგრესიული ფორმით დააკავეს, ეს ამბობდა რომ განცდა ჰქონდა რომ თითქოს ტერორის საკავები. ხადია რომ აქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება და ეჭვები მათ მის მომავალთან დაკავშირებით. ის შიშობს რომ რამდენიმე კვირაში შემთხვევაში შეიძლება მას ახალი ბრალი წაუღანო, სრულად ფაბრიკაციული გამოგონილი. ჩვენთვის ეს ძალიან აშკარაა, რომ ეს იყო ძღვენი, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიართვა ალიევის რეჟიმს, ქართულ ოცნებას ჭირდება ალიევთან თანამშრომლობა, ის ცდილობს ავტოკრატების ოჯახში აშენოს კავშირები. არავითარი მოლაპარაკების საფუძველზე არ მოხდა, რომ მოხდა ქართული კანონმდებლობის საფუძველზე, თქვენ იცით რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს თუ გადაწყვეტა აქვს პირს ჩადენილი საქართველოს სახელმწიფო უფლებამოსილია გააძევოს პირი საქართველოსთან და გარკვეული ვადის განმავლობაში აუგზავნოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოსთან გაარკვევს ამ ურთიერთობას თუ სტრასბურგის სასამართლოს ამ კითხვები ექნება. ახლა უკვე საინტერესო არის როგორ განვითარდება პროცესები ავგან სადიკოვი იმყოფება ბაქოში შესაბამის უწყებებს როგორც უკვე გითხარით საზღვარგარეთის პასპორტის მოთხოვნით დღეს მიმართავს და საინტერესოა ამ ხრივაც რა გადაწყვეტილებას მიიღებს აზერბაიჯანი მისცემენ თუ არა მას საზღვრის დატოვების საშუალებას ჯერჯერობით მისი ადვოკატები გვეუბნებიან რომ ამ მხრივ აკრძალვა მას არ აქვს თუმცა თავად ავგან სადიკოვი არ გამორიცხავს იმას რომ მომდევნო დღეებში მის წინააღმდეგ დაიწყოს მორიგ და გამოგონილ სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით დევნა, ვინაიდან ჟურნალისტი სწორედ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი პოზიციების გამო იდევნებოდა აზერბაიჯანში.